გამარჯობათ. გამარჯობათ. რა მეცა, რა ამავია. როგორ ახართ? რა ქენ ცხիր გიფხანება? რა ქენ? ეთით. გრიპი ხო არა გაგი? გაცივდი მგონი მე. როგორ ახართ შემოთბილება და ტკბილება, როგორ გიკითხოთ? მოვედი დაქანცული, დაღლილი. მოვედით. დღეს აღარ აქიდენი არაფერი გასაკეთებელი. მოიშორე აჯიკა, პომიდორი გავაკეთე. რა პომიდორი? ის იმაში ხო გავაკეთე პომიდორი. აჯიკა, ის ტომატი. ხო, ტომატი გავაკეთე. ახლა მინდა კეიტრი, მინდა ხალხო გაკეთება და ისა. კვახე პომიდორის სალათა და ლეჩო. It's ზარია ქვია TikTok-ზე მკითხეს ის შემხვდაო ვიდეო TikTok-ზე რომ 13-იო ფულის გამომუშავება ვეღარ შეიძლებენო იმაშიო TikTok-შიო ფულის იმას მოთხოვნას ხო და რა ვიცი მე შემხვდა ეგ ვიდეო ის სხვათა შორის ბავშვის გამოჩენასაც მომივიდა TikTok-იდან ის არა ქვია წესები რაც წესები იმას აქ უნდა დაემატოს გარკვეულ ვიდეოებსაც ეხება ეგ რომ ბავშვს ვეღარ გამოაჩენ ვერც ლაივში და ვერც ვიდეოში იმას ვეღარ იტყვი რა ქვია უზრდელ სიტყვებს ცუდ სიტყვებს ძალიან კარგი ფულს ვეღარ მოითხოვ მნიშვნელობა არ აქვს რა სახის რისთვის გინდა ფული მაინც ვერ მოითხოვ ძალიან კარგია მე ხო თქვი დაემატება ყველაფერი რომ დაემატოს კარგი იქნებოდა გაამართლა კიდეც ემატება ხო და ასე რა ვიცი კარგია სხვათა შორის ცენზურა იტევა იმიტომ რომ ბავშვიც სხვათა შორის ბავშვმა რომ მოვუდეს რომ აკაუნტი გააკეთოს ვერ გააკეთოს აღარ იქნება 18 წლის უნდა იყოს რომ ის გააკეთოს TikTok-ი აღარ იქნება დაუბლოკავი ვისაც აქვს კი ძალიან კარგი იმიტომ რომ არ არის საჭირო ბავშვები TikTok-ში ეს პატარა ბავშვები რო არიან ამ მათხოვრებს უყურებენ მერე და სიტყვებს ცუდ სიტყვებს წერენ და ცუდ სწავლობენ არ უნდათ არც უნდა და არც უნდათ ის არც არის საჭირო მე თუ მკითხავ საჭირო საერთოდ სულ გააუქმებდნენ ის უკეთესია მე თუ მკითხავ მაგ TikTok-ს სულ არ გაუქმდება მაგრამ სულ არ უნდა გაუქმდეს მაგრამ მე მაგალითად არა გაუქმებენ მე იმას კი არ ვიძახი რომ მაგალითად აი ეს ბილწი რაღაცეების სიტყვების გამოყენებას ისევე ჯობია რომ უბრალოდ დაიბლოკოს ეგ აკაუნტები ვინც იმას აშვება უკეთესი იქნება უფრო კარგი იქნება გაიწმინდება მდგომარეობა იმას არა გვია TikTok-ი გაიწმინდება იმებისგან ნაგვებისგან და სინამდვილეში ოზიან და ფეხსეფეხი აქვს წამომჯდარი და ითხოვენ და იმაშვებია დღე და ღამე გასული ვარ გარეთ დილით მივდივარ ადრე მივდივარ მოვდივარ ამდენ რაღაცას ვაკეთებ სახში რისთვის ვაკეთებთ რისთვის წვალო ესენი მათხოვრებენ და დადიან კიდეც მერე წინ და უკან და მე დასასვენებლად ვერ წავსულვარ ეგერ ვერ წავედი წელს დასასვენებლად იმიტომ რომ სამსახური მაქვს და ვერ მივდივარ და ეგენი დატრაშულობენ ზოგი არცას და კიდე ის მინდოდა მეთქი ბათუმში წავალ თქო ზღვაზე იქ თუ ვერ წავალ თქო მაგრამ რა ზღვაზე ხალხო სიძვირე იყო და მე რო დავждე და ვითხოვ სხვისგან ეგრეცად არის და მე ვიგულავ და იმან ფულები წერა ჩვენო გოგო კი ის არის რა ქვია სახში ვარ როგორ ავარდი ცოტა უკეთო კარგად ამყოფოს კაცო ხო უბრალოდ იცი რა არის ძალიან რთულია ეგ მდგომარეობა და წოლითი ისამაქო რა ქვია ხო იმიტომ რომ ისა მოტეხილი იმიტომ რომ არ შეიძლება ღმერთ წყალობით რაღაცას გადი ორი ხელი გაქვს ორი ისა გაქვს არც ცუდ სიტყვას ვინმე დაგიწერს რო შეუძლიათ ხო არც ცუდ სიტყვას რამე ვინმე დაგიწერს და არც ზედმეტად არავის ჩვენ არავის არაფერს არ ვთხოვთ ეს იუთუბერები მაგალითად ჩვენ YouTube-ში ვიცავთ მაინც რაღაცა შემოვარდებიან თითოეულურად და იქ მართლა გაფუჭდნენ სულა რა
რახან ეკრანში ხარ და რახან TikTok-ი ისახარ გახდა ელემენტარული რახან ისახარ ეკრანში ყველაფერი მე სხვათა შორის გამიხარდა რომ ეგ იმას აკნეს ეგ წესები დაადეს კი დავიღალე უკვე აღარ შევიძლია მეც მაგალითად ხანდახან ისეთი ბილწი წეღანა ვის ქონდა ლაივი ჩართული ბექაუ თუ ვიღაცა ბიჭი რო არის იმნაირი სიტყვას უწერენ იმ ბიჭს რომ ყურონ გაიგონო რა ეგ ბექა ის არის რა ქვია მაგის განაყავს იმ ხალხს ჩვილი მე რა ვიცი ვის განაყავს რა ვიცი ართასარი მე ხან ის არის რა ქვია იმას არ ჩავთავო ლაივსო ისაო ესაო კარგი თუ არ ჩავთავ აი დარდი ახლა ხო გაუქმებდება ახლა ისინი რა ქვია ლაივები ერაზე უქმებენ რა უნდათ გადაიღო ნორმალური ვიდეო ხო ნორმალურად იმას ხო მოიცე უძესი ზოგს ბავშვი გამოყავს ხოლმე სპეციალურად ბილწინით რომ გამოდია არ ვიცი ხალხი წვალობთ შრომობთ რა ხალხი წვალობთ ემიგრაციაში ამდენი ხალხი გადასული იმას აშვება რა ქვია წვალობენ როგორი შრომის ფასად უხდებათ მუშაობა და ესენი კიდე სხედან და ბული მომეცი ის მომეცი ეს მომეცი კარები უნდა გავაკეთო სახლი უნდა გავაკეთო საჭველი არა მაქვს გაიტრია და გექნება ნაპოლეონი მინდა ნაპოლეონიო ისაო რა ქვია ბავშვს ტანსაცმელი არა აქვს და საყიდელი მაქვს გადი და გექნება კაცო გადი იმუშავე შეგიძლია და როაწერია სკოლისთვის ვაგროვებთ სკოლისთვის ხო აწერია ხო სკამისთვის თქვათ და კარები გულები კარებისთვის რემონტისთვის ხო რემონტი რატო არა რა ეგრე ყველა დავჯდებით და ყველა შეგვიძლია ხალხო რომ დავჯდეთ და სხვა თხოვთ გულები მაგრამ საკუთარი შრომით მოპოვებული ფული უფრო შეგერგება ვიდრე სხვისი ნაშრომი კი ახლა სხვა თუ მომდება რომ ჩაგიეწყოს ან რაღაცა ეგ ის არ არის რა ქვია ეგ კი ბატონო ხო მაგრამ ეგ თავისინებაა და იმიტომ იმას აშვება მაგრამ რომ ზიხარდა მოითხოვო ნამდვილად ახლა ვიღაცამ შეიძლება იმას აკნეს რა ქვია ჩაგირიცხოს თავისი ნებით თქვათ ან მე ჩაურიცხო ან თავისი ნებით მაგრამ როგორც შენ დაჯდე და ხელი გაქვს ფეხი გაქვს თვალი გაქვს ყური გაქვს ცხვირი გაქვს და არაფერი ეხლა მე მაგალითად რომ მინდა უყურე ვიღაცა და მინდა გავახარო ხო ხო შემიძლია რომ ჩაურიცხო ეს ჩემი ნებაა და შენ ნამდვილად ვიღაცა რომ ითხოვს თან აგლად რომ ითხოვენ ნამდვილად მაგას მე არ გავაკეთებ არც მივესალმები მე ეგეთ რაღაცას და ვისაც მართლა იცი რა არის ვისაც მართლა სჭირდება ვერც ის ვეღარ ააგროვებს ფულს ხო კი მართლა ვისაც სჭირდება აი ისე გახთნე ისე ის გახადეს რა ქვია გააფუჭეს ხო ხალხმა იმას აკნა გააფუჭა ძალიან მაინც ყველაფერი ცენზურა უნდა დაედოს ხალხს ნუ ისე არის უკვე ხალხი გაფუჭებული რომ მაინც ცენზურა უნდა დაადონ ხალხო ყველაფერს მე მაგალითად მაგას მივესალმები მეც ბევრად მივესალმები ეგეთ ცუდი რაღაცა თუ გაუქმდება და თუ ნორმალური რაღაცა იქნება ბავშვი ის არ ქვია ყველაზე კიდე ბავშვების თვალწინ რა სიტყვებს აღარ იცახის ნაგალათ რო ითხოვენ ეს რა ქვია ფულს ეგ მიყვის რომ ხალხიც რო ურიცხავს ეგ არის საქმე ეგი დუნაშვილი წოითხოვს ესე ის უჭირავს რომ ფურცელი და ვითომ ტირის ფუ აი მე
YouTube-ს არა აქვს ეგ ჯერჯერობით ეგისა. ალგორითმი. ეგ არა დამატებული ეგ წესი, რომ შეგიძლია ის დადო რა ქვია. ფული იმას აქნა რა ქვია, მოითხო. თვითონ ფულს გითხო, იმოშვება ის არა. მესმის თამაში, მისმის. ვერც მაგას ვეღარ გააკეთე ნუ. ითამაშო რაღაცა გააკეთო ხომ არა. და მაგრამ ესე ფილწიენით რომ ენა გაიმყრალო ნამეტანი გეფიცები მე ესეთი აპინი. სისულელი რა. ისა იტალიაში როგორ მეჯავრება? ლაივის ჩართვა აქაც მეჯავრება მე თუ მკითხავ რა. უბრალოდ არ მიყვარს. ზოგი ისეთი მსგავსო ვიღაცა შემოვა. ზოგი მთელი ღამეს ის. ზოგი ისეთი ვიღაცა შემოვა, ხო ლაივში ის არის რა ქვია, საჯაროდ იმას აშვება და ყველაფერს ყველას იმას აშვება მის შეუძლია შემოვიდეს. ზოგჯერ ისეთი ვიღაცა შემოვა, აი მაგალითად ჩემთან ლაივებს რო ვთავდი. ზოგჯერ ისეთი ვიღაც შემოსულა, რომ საერთოდ ყველაფრის სურვილი დამკარგვია. ხარხნო ამას თავი დავანებოთ. ვინ აკეთებს ზამთრისთვის, ვინ ემზადებით ზამთრისთვის. მოგწერეთ, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, რანაირს აკეთებთ. მოგწერეთ. იდე ეს თემა თუ მოგწონთ იმისი რა ქვია, რომ დემატა ესეთი ისა, რას? აი TikTok-ს თუ ესეთი ის თუ რო დაემატა. არ ვიცი, მეც მომივიდა ეგ ისა და რას იზავენ არ ვიცი. ვიდეოც შემხვდა და ის მომივიდა რა ქვია, გაფრთხილება. და რას იზავენ და რას გააკეთებენ არ ვიცი. მე ხო TikTok-ის ის არა ვარ რა ქვია. მე ვარ უბრალოდ ის არა ქვია. მომხმარებელი. სხვათა შორის ძალიან ბევრი თაღლითით შემოდის მათ. და უმჯობესია რომ საერთოდ ბავშვი TikTok-ს არ გააკარო. და რა ვიცი. წვიმა იყო დღეს. რა ვიცი ახლა თითქოს ცოტა მზე გამოდის თუ რა არის. რაღაცნაირად არის ხო? რაღაცნაირი ის არის რა ქვია. ვერ გავიგე, ვეღარაფერი ვეღარ გავიგე. ეხლა დაიწყო რა უნდა ჩავიცვა, რა გავაკეთო, შარვალი მათვია და ამოვიგულდე. დამცხა. შარვალი მათვია, შარვალი ჩავიცვი დღეს, სიგრილეა თქო. ამოვიგულდე ხალხს რომ. ახლა მოდის ის პერიოდი რა ჩავიცვა. ხან კცხელა, ხან კციო. ხო. ხან სიცხეა, ხან ის არის რა ქვია. ერთი დღეს შეიძლება მზე იყოს, იქ დაიწვა საქაურობა, მეორე დღე ის იყოს რა ქვია, წვიმა. ცუდია მინდა. ხო. მე ამ წვიმაში წავედი მაღაზიაშიც, პურზე, რომ გათავებული იყო. შემოსულა დღეს. წავიდა. ვიცი ორი დღე შემოსულაო მე რა ვიცი. საწავიდა ეს ისაო რა ქვია. დღეს ძაღოდნენ. პურების პატრონებია. გუშინ კიდე ორი პური იყო და ისიც მე წამოვიღე. ერთი დაჭრილი და ერთი შავი. აი მე როგორ არ მიყვარს რომ მაღაზიაში შევალ პურის გულისთვის და არ არის. იტყვილა რომ იწევს ჩასვლა. აი მე როგორ მეჯავრე. აუ როგორ არ მიყვარს ეგა. ტყვილა რომ ჩასვლა იწევს. მაგალითად რაღაცა რო გინდა და ის არ არის. ხო. და ტყვილა ჩახვა. ხო. გევრაქენდე და გადაილახა ჩვენ ისა. არა ჯერ მიდის. უკვე იქამდე მივა. 77-ია. შევსებული არის, მაგრამ ემატება. კიდე ემატება. ხო. 22-მდე დაემატება. 77-ია სულა და მე რა ვიცი, ვეღარ გავიგე უკვე. ხან ისე შვება ეს YouTube-ზე. წინაზე კიდე ხალხო რა უნდა გითხრათ, თქვენ თქმა დამავიწყდა.
წინაზე ახლა იმ თუ წინა თვეში რომ უნდა ჩამრიცხო და ხელფასი ვაიმე რაღაცა დაემართა ხალხო თითქოს რაც ამთვის დაგროვებული იყო და რაც წინათვის დაგროვებული ერთმანეთს იმას აქნა ერთმანეთს მიება და 22 ყოველთვის 22-ში ველოდები 20 იმიდან 21-დან 26-მდე მაქვს ისა საერთოდ როგორ აგიხსნათ ხო როგორ ხელფასის დრო ჩამოსვლის დრო გადმორიცხვის დრო ხო და 26-მდე არასოდეს არ გადაუტანიათ 21-ში ირიცხება ხოლმე თვითონ იქიდან ირლანდიიდან მერიცხება ხოლმე რახან ევროზე მაქვს ხო და 22-ში მიჯდება თანხა თვითონ იმაზე ბარათზე წინ დღეს 20-ში ღამე უგვიან ირიცხება ხოლმე გვიან ღამე 20-ში 20 რიცხვში შევედი რას ახედავ გაერთიანებული ისინი რა ქვია ისა წინათვისა და იმით აგვისტოსი და ამთვის სექტემბრის ახალი ხო იყო დაგროვება ქონდა ახალი დაწყებული დაგროვება ხო გაერთიან და არა სექტემბრის არა აგვისტოსი და სექტემბრის არა აგვისტოსი და იმისი რა ქვია ივლისის და აგვისტოსი ხო გაერთიან და 21 სექტემბერს დაგერიცხება თანხა აწერია ვაიმე როგორ თუ 21 სექტემბერს ამ თვეში როგორ გაერთიან და ერთმანეთში მე ვიფიქრე რომ ალბათ იმდენი არ იყო თქო რა ქვია დაგროვებული რაც უნდა ყოფილიყო რომ დამრიცხოდა გაერთიან და მოვიდა 21 არაფერი ისევე ისე იყო მიწერს არა და ის მიწერს თვითონ რა ქვია მომივიდა იმეილი მომივიდა რომ გადმოიგერიცხათ თანხა გათენდა ეს 22 თანხა არ მერიცხება ხალხო იმაზე არ ჯდება ბარათზე ვაიმე სადღაც ნუნასთან შევედი მგონი ყავას ავსვავთ და მოდის მესიჯი მოდის რომ დაგერიცხათ ფულიო თანხა ჩვეულებრივად ჩამერიცხა მე იმაზე რა ქვია ბარათზე თელი დღე ველოდები სამსახურშიც ტელეფონი გარეთ არ დავტოვე შიგნით შევიტანე რომ იმას მექნა რა ქვია მესიჯი რომ მომივიდო და მენახა სვავთ ყავს და დავიხედე და მესიჯი არის მოსული დაწყრაფდა ხმა იყო ხო მოვიდა მესიჯი რომ დაგერიცხათ თანხაო მე შევიდა და იგივე გასწორებული შევიდა და გასწორებული იყო შევედი კი არა შევედი რომ მოვედი სახში ინტერნეტი არ მქონდა რომ მოვედი სახში შევედი და გასწორებული იყო ყველაფერი ესე უცნაურად დაემართა ჩემს YouTube-ს იმას იმედი ახლაც ესე ერთ დაემართება არ ემართება ეგრე ემატება სხვათა შორის წინა ჩარიცხვას აღარ მიჩვენებს იქ ზემოთ რომ მიჩვენებს ხო ის აღარ მიჩვენებს იმას ის აღარ არის და ის ჩაირიცხა უკვე ხო და ხო წაიშალა ის არის ადრე არიშლებოდა ეგრე მიჩვენებდა ხოლმე სანამ ისა ჩაირიცხებოდა მალა ხო ახლა აღარ მიჩვენებს ახლა ვეღარაფერს ვეღარ გაერთიანები სასწაული არა ვიცი მე აბდაუბდა არის ყველაფერი 67 ევრო ნეტა რამდენი 67 ევროა ჯერჯერობით დაგროვებული და არ ვიცი რამდენს დააგროვებს კიდე რამდენზე არის ევრო 3 და რაღაცაზეა ნეტა რამდენი გა არ ვიცი ზუსტად ის არის რა ქვია სხვათა შორის იცი რა არის 200-300 არის მაინც გამოდის ესე მეტყევს მაინც გამოდის 300 წინაზე 200 რაღაცა გამოდის 299 300 არის რა და ახლა 300 ლარი ჩაგერიცხოს პიტაპი ხო ის არის ეგრე არის რა ვიცი რამდენი დაგროვდება იმაზე შეიძლება 400 ლარიც აიღო ხო შეიძლება ეგრეთ დაგროვდეს უფრო მეტიც დაგროვდეს
შეიძლება 100 ევროც დაგროვდეს. გამორიცხული არ არის. შეიძლება 200-იც დაგროვდეს. ხო, აი მაგალითად წინა პარტიებზე სანამ ისა წინა ცოტა იმის იქით წინა წელს შარშან ხო, სანამ ახალი წელი მოვიდა. ახალი წელი სანამ მოვიდოდა შარშან, ის იყო რა ქვია. 100 ევრო 100 ევრო, 150 ევრო, სადღაც ეგრე ირიცხებოდა ხოლმე. რა ვიცი. ახლაც ეგრე წამოვიდა რაღაც. ახლაც ეგრე გააკეთა რაღაცა, ხო? ხო. გვახალისებს დღესდიანი დარი. ის არის რა ქვია. ბევრი მეკითხებიან, რამდენიმე მკითხა ეგა, რამდენი ირიცხებოდა. იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გამოიმუშავებს. ხო, აი რამდენი კურსზე, რამდენზეა. გამომუშავებაზე და კურსზე, რამდენი და ყოველ დღე უნდა გადაიღო ვიდეო, რომ აი როგორც სხვა სამსახურში დადიხარ ყოველ დღე და გააქვს მოვალეობა ის რომ ყოველ დღე ვიდეო გადაიღო, ხო, აი ესეთი მდგომარეობა ყოველ დღე უნდა შემოხვიდე. კონტენტი გააქვს, არა გააქვს, გონება არა გააქვს, ტვინი თემა გააქვს, არა გააქვს, მაინც უნდა შემოხვიდე, რაღაცა ჩაწერო და ხანდახან სხვათა შორის ვიდეოს მსვლელობისას თემა შეიძლება წამოვიდეს. ხო, ელემენტარული და ძალიან რთულია. აი ძალიან კონტენტის შეგროვება ძალიან რთულია. აი მე ისე უბრალოდ იცი რა მეგონა პირველად რომ მოვიდი მეთქი უბრალოდ გადაიღებ რამე უმეს და всё დამთავრდა. არა აი თემა რაღაცა ხო უნდა წამოიწყო, რაღაცა უნდა თქვა, რაღაცა დაინტერესო ადამიანი რაღაცით უნდა იმასქნა. აი იცი რა არის სხვათა შორის. დედა იმ დღეს მანანას ლაივში შევედი TikTok-ში. შევედი და მივწერე მანანა როგორ ახარ მეთქი და ისე ვერო ესეთა. ის არის რა ქვია. გიორგი როგორ არისო ისე საყვარლად ხალხო. ისი გამიხარდა. რაღაცას რო სხვა იუთუბერსაც უნდა უყურო. რომ რაღაცას რო იტყვის თემა შეიძლება რო ჩაწერს, იმ თემაზე შეგიძლია შენც აიღო და შენი აზრი გადასცე. რაღაცა აი TikTok-იდან მაგალითად რაღაცა თემა მოიღო. TikTok-იდან ამოიღო რაღაც თემა. აი რაღაცა ფილმებიდან რაღაცა თემა ამოიღო. ფილმს უყურო, გაარჩიო ფილმი, როგორ მოგეწონა, როგორ იმას აქნა. ხო, აი სერიალი მაგალითად რო რაღაცა სერიალი გამოდის და რო უყურებ. შეიძლება გაარჩიო როგორ უნდა როგორ მოგეწონა. აი სერიალი როგორ მოგწონთ 9 საათზე რო 9 საათზე რო სერიალი გადის, ვაიმე. აუ ქართულად რა ქვია? მიჩმახებს უმაჟრიალებს აი ეს აი ზურჭა. ვაიმე რა გავქნა? მე წარი გამომივიდა ხა. რა ქვია ბიჭო? რა ქვია ხალხნო? შორეული ქალაქი. ხო, როგორ მოგწონთ ხალხო ვინც თუ უყურებთ? სხვათა შორის არ არის ცუდი სერიალი ჯერ პირველი სეზონი და მეორე შესაძლებელი. დაეწერა გიორგი მაგ სერიალზე დაეწერა შვილო რომ ის არის გამოვა გაგრძელდება ეგ. გაგრძელება იქნება კი. ეგ ფილმი გაგრძელდება. უკვე ჩაეშვა გადაღებები. მაგის იმაზე გადაღებები მიმდინარეობს უკვე. ჩაეშვა უკვე და გაგრძელდება არ გადაღებები მიმდინარეობს. არ გათიშავენ ჩია და უბრალოდ ის ბავშვი დაიკარგება გიორგი. ბავშვი წყალში იპოვიან და აივნიდანაც გადმოვარდება მგონი. ბოლოსკენ. ეგ არ ვიცი, მაგრამ ელემენტარული აი სხვათა შორის ძალიან მომწონს ეგ ფილმი, მართლა საყურებელია. და სხვათა შორის მამაციც არ არის ცუდი ფილმი, იცი? აი რაღაცა მამაციც არ არის ცუდი ფილმი, ცუდი სერიალი, მაგრამ ის ჯობია. 9 საათზე რო გადის. 9 საათზე რო გადის ის ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ მამაციც ცუდი ფილმი არ არის, იცი რა არის? ეს ერთი ვიძი არის დამოკიდებული ცხოვრება, სულ ყველა იმას ემტერება. ყველა ყველას მაგის მოკლა უნდა. ხო, აი რა არის ეს? რა ცხოვრებაში არ არის ეგრე, ხო არის გიორგი? ცხოვრებაში ხო არის რომ მაგალითად კლავენ ადამიანებს, ხოცავენ. რატო ემტერებიან ეგ? მე რა ვიცი რატო არ ვიცი რაღაცა იმაში არიან და რაღაცა მისიის გულისთვის ჩამოვიდა ეგ. მისიას ასრულებენ, ხო? ხო, რაღაცა მისიას. ის ხო გადაცა ვიღაცას მისია. ის ვიღაცა ხო მიუყვანა. ხო, მიუყვანა იმათ გადასცა. ზოგი გაისტუმრა იქით. ერთი კაი ფერისმანი ყური მინდა რაღაცა. ნახე უყურე გიორგი. გაგიცადა. ხო, მე ცოტას გადავისვნა და დამეცლება.
ერთი შავი მანიკური მინდა, როგორ მიყვარს შავი მანიკური მე. მე როგორ ხდება? ხო, ხელს უხდება. ხო. მინდა უნდა ვიყიდო შავი მანიკური. ეს შავი ფერი ზოგადად ის არის, რა ქვია. და ერთი წელი რომ მქონდა გიორგი შენ სკოლაში დადიოდი. ხაცნაირი მანიკური იყო, ძელი რომ მქონდა ფრჩხილები, ძელი. ლურჯი იყო. წალურჯო ლურჯო მე გაყიდინე სხვათა შორის. ლამაზი ფერი რო იყო. ეგ მე ვაყიდინე ეგ ფერი. ლამაზი ფერი იყო რაღაცა ხო? რა კაი ის იყო მანიკური ეგ ფერი იყო. აი მუქი მელნის ფერი იყო. ხო, რაღაცა ეგეთი იყო. მზე გამოდის მგონი. არი იქ რა დებილობა ამიდია ხალხ, ნუ? ან იწვიმოს ან რაღაცა გააკეთოს. დღეს თელ დღე წვიმდა და ახლა მზე გამოვიდა. როცა გჭირდა იქ დღეს სამუშაოზე წავედი ხარ ხო? არ წვიმდი. წინ წკლავდა უდნო. წავედი არაფერი. შევედი ციხში და ბრუხ ბრუხ გამოვედი მე ყავაზე მივედი და მიძახა ჩემო უფროსმა აივანზე მე ის აივანზე გაწვიმდა აივანზე კი ოდნავ შემოასხა ძალიან დავლიე მე ხვეწებოდა წამოდი სახში შემოდიო არა მეთქი სახში აღარ მინდა ბარემ წავალ ოდნავ იმას გადაიღო და გამოვშხუილდი წამოვედი მოვედი სახში დაუშვა მე დაუშვა შენ რო წახვედი გარეთ გავედი გარეთ ხო გავედი სანამ წახვედი კიდე გავედი გარეთ და შემოვედი და გაიელვა და ეს კარგად გემერიელად დაიჭეკა მაშინ სამუშაოზე იქნებოდი შენ უკვე შეგიძლია კარგად გემერიელადაც დაიჭეკა ხალხნო მე უკვე ცოტა გაწვინდა კიდე გარეთ რო გაიელვა ხო გაიელვა ყავასაც ყავას სვამდი მე გაიელვა და იმასაკ გაიელვა ზოგადად ღამე იცის ხოლმე ესე ყვეთარად გაელვება იმასაკნა გამოიხედე ესეთი ისინი ქონდა ხო რა ქვია დენივით რო იცის ხოლმე ხო ეგრეც ხო ღამე იცის ხოლმე ზოგადად ეგრე ინტენსიურად და ის კარგად გემრიელადად დაიჭეკა გაწვიმდა კიდეც მე ის მეგონა რა ქვია მე მეგონა სადმე დენი ხო არაფეთქდა დენისისა ბოძი ხო არაფეთქდა თქო და რა ბოძი ხალხო გამოვიხედე და ელოები იყო ჰაერში ცაში წერან კიდე მაღაზიაში რომ მივდიოდი გაიელვა ერთი გემერიელად და კონტენტ აი ის არის რა ქვია წვიმა დღეს თვეთრე ქუხს დღეს თვეთრე წვიმს და ეხლა გამოვიდა მზე მაინც და მაინც როცა მე არ მინდა It's სხვათა შორის პრინციპში ყველაფერი უაზრო მოდის. ბუნებაშიც კი უაზრო მოდის ყველაფერი. კი. დილას კიდე სანამ წახვიდოდი სამუშაოზე, მე რო გამოვიდი გარეთ, სარიცხს ხო ჩამოვყრიფე. რო გავიდი. რანაირი ამედი იყო იქით. ხო. რანაირი ხრუბელი იყო, მე მეგონა გრიგალი იწება და ეგ არის თქო. გარეთ. ხო. გარეთ რო გამოვიდი და დავინახე იქით. ება ეხლა გრიგალი თუ ტორნადო თუ წამოვიდა ხალხო ნუ თქო რა ვიცი მე ალბათ წავიღებ თქო რაღაცა მე მგონი გრიგალი იწება თქო ხოიც ამერიკაში რო ხოლმე და უცბად მოიყვაბება და რაღაცა წამოვა რაღაცა ისა რა ქვია უმსგავსო კარი რო წამოვა ხოლმე რაღაცა და ყველაფერი რო მოაქვს გზაში რაც შეხვდება ეგრე და მე მგონი ეგრე იქნება თქო თბილისში რა ხდება ნეტა ხომ რომელიმე უბანი ყარ დაიტბორა ნეტა კიდე რაღაც აღარ დადებულა იმაში ზეგანა რიკოთის ვიდეო შეხვდა ახალი გზა რო არის ზემოდან ხო იცი ის სადაც არის გვირაბი. გვირაბის ზემოდან კლდე ხო არის. იმ კლდიდან მოდის წყალი, გუბდება, რაღაცა იმის თავზე, გვირაბის თავზე გუბდება და ერთი დღეც იქნება და გახეთქავს. მან სულეგ ის არის, რა ქვია. სულეგ სიტუაცია, ისე უკვე მოდანო წახვიდე. ზემოდან კი არა? კი არა. ის არ არის სანდო. სანდო არა, მჭედლიან სანდრო. ხო. კვილი მიბჟუ
ვის ხალხო? კიდე. ხო. დალია ისევე ისა. წუხელი ხო გიშველა სხვათა შორის, ხო? აი მე აჭიკის გემო პირში. აი მე ისეთ საშინლად წარე გამოვიდა ხალხო, რა ვიცი. წარე კი არის, მან გემრია. ბულგარული რო გავარჩიე, გუში თელი დღე რო გავარჩიე და მოვარჩი, წარე მქონდა ხელები. ხან თვალში გამოვისი, ხან ცხვირი იმას ამკენი. დედაჩემს არ ფეგაუკეთები. მე რა ვიცი, წარე ერაზე ქონდა ხელი, მე რა ვიცი. მე გავაკეთე. ბულგარული რატო იყო ესეთი წარე რა არის? ბულგარული გავარჩიე ის ყო არის ციცაკა. შეწუწა კარგი იქნია. არა, ბულგარული გავარჩიე და რატო იყო წარე? რო შევჭამე რა ვიცი ტყილი იყო წარე არისო და იმანი ემწარა. არა ის ნამეტანი ბევრი გაუკეთე ციცაკა. ციცაკა კი ბევრი არა. აი მე ახლა რო გაჩერდება თუ არ გაუჩდა იგისა? არ გაუჩდება, მაგაზე მეტი კი აღარ გაუჩდება გიორგი. მეგრელი უნდა მოგვიდეს თუმრად მე და ვაჭამოთ. მეგრელებს ხო იცით? აი უყვართ. მეგრელებს უყვართ ის არა ქვია წარე. მეგრელებს ხალხო წარე უყვართ. მომკალი და მეგრულ აჯიკას ვერ შევჭამ. წარი არ ვერ გავაკეთებ, მაგას ვერ ახლა შევჭამე და ნაღველა რაღაცას მიჯუილებს. ვერ შევძლებ. ეგ რა არის იმის უფრო მწარეა. რა? მეგრული აჯიკა. ო ის თლა. ინთლად მე მგონი ინთლად ციცაკით არის გაკეთებული. ციცრაკა. გეგონება ენამ წანენ ჩაყო. ხალხო რამე გაგიათ რამე. ქათმები ყოველ დღე დებენ კვერცხს. ყოველ დღე კვერცხს ხათმები. ან ჩადი ან რაღაცა ქენი, ან ამოდი. რა twini წაიღო. დილით ის არის რა ქვია. ჩავალს ან სამი კვერცხი დამხვდება, ხან ორი დამხვდება. მე ამოვიდან კიდე 2 წელს 5 დედალი მყავს და ყოველ დღე არის კვერცხი. ჩამოფრინდა თვითფრინდა თუ გაფრინდა. უფრო ჩამოფრინდა იქით მიდის. სახლის კვერცხი ქონია გიას გამოწერილი თოთო. მინგიას. სახლის კვერცხი? ო. როგორ თოთორაზე? თოთლოკინა, რა ვიცი. აა. ცერტო გიეტას თოთო უნდა ჯა. თოთლო კვერცხი. კარგია მე. მიყვარს მე თოთო კვერცხი. ეს ხოთაშვილ მოხარშული კვერცხი მან აყრებს. ეს 3 წუთში ვჭამ უკვე საკმარისი. კი. ხო? ხო. ოღონდ მე არ მიყვარს დიდად მოხარშული კვერცხი. მე რასაც ხარის სუნი დადგება ხოლმე რომ გაარჩევ. რაზე რა არის? რა უბედურება არის? რუბიდურება. და რძესაა კიდე საშინელი სუნი. რძე სადაც არის იქ ადგას სუნი. რაღაცანი ძაფრი სუნი აქვს. ძის ნაწარმსა. ო, ძის იმათ ნაწარს ზოგადად. შრაც მე ფუ მე რა ვიცი მე ძროხა მყავდა გიორგი და ხო ყავდა ძროხა რომ მე იყო სუნი ჩვენს. არა იცი რა არის, უნდა გაწმინდო მე რო იმას ისა რა ქვია. ჩვენ სახში იყო რძის სუნი. სახში კი არა, თვითონ რძეს რომ მოწვენი, სუნი აქვს რაღაცნაირი. ო, რძეს აქვს. რაღაცნაირი ძაფრი სუნი. თუ ჩასხილზე და დაღვარე და მიღვარე და არ გაწმინდე, აბა რა იქნება, სუნი იქნება, მაგრამ იქნება. შრატის გახო რაღაცა ნამჩვარს აგეთებ თუ რაღაცა. კი. ოლადები, იცი რა კაი ოლადები კეთდება. ბალა. მოწონს უკეთეს. აუ ეგენი მიყვარს. ოლადები. აი პანკეიკი. ვიცი. ხვილებიო. ხვილები როა პანკეიკია. ხო. ხვილები. ჩვენ ზეთით ვწავთ ხოლმე და ამერიკელი მეებში რა ქვია. TikTok-ელებზე ბევრი ერთ ამერიკელ TikTok-ს უყურებ, ბევრი მინახია რომ იმით შეუწია რა ქვია, უზეთოთ. ზეთის გარეშე. ისე ტაფაა გიორგი. ტაფა არის ალბათ ეგეთი. ხო. ტაფები ეგეთი და ბევრი ზეთი არ ჭირდება.
მოუსვამ და იმა იცი რასაკეთებს რასა იმას აი შესაძლებელი არის ის რა სპრეია ზეთის ალბათ და იმას ასხავს ხოლმე ტაფას სპრეი რო არის ზეთი სპრეი არის ზეთის და იმას ასხავს უზეთოთ არ ვაცხობ ხოლმე ერთს რომ მოუსვამ იმას რა ქვია ბლინჩიკის იმას რო ვაკეთებ ხო ეგ ხო ეგ გისარი კრებები აუ როგორ მიყვარს ეგ ფრანგულია ეგ აჯობია ისი პენკეიკი კრეპი ფრანგულია ის პენკეიკი ამერიკულია პენკეიკი ჯობია თუ კრეპები არა კრეპები იმას რო წაუსვა რა ქვია ან უთელას ან პავიდლოს რო იმას იზავ რა ქვია ან არაჟანის ხო და მტკვარი არაჟანი ხო ტკბილი არაჟანი შენიერი საუზმეა შეიძლება გაკეთება ფული არ მაქვს თუ არა ოცხება დავითხარე თვალები ჯანდაბა სამაქრო ქვია აუ ეს მზე არ ამოვიდეს არ რაღაცა კენ დაუყიდეთ ხალხ ნუ ჩემი არ ესმის რა ქვია ფული არ მაქვს რა თორია ის არ მაქვს აბა ფულის გარე აბა რითი უნდა იმას აღნა მიცი ვაიმე არ გახსოვს ბებიას ჩემო რომ დაიცვა ვაიმე მაწორი ის კვეცხი და ისინი ჩაასხა და ქვილი გქონდა მაწონი არა გქონდა არა ფული არა მაწონიც იყო ისიც იყო რა ქვია კვეცხიც იყო შაქარიც იყო და ქვილი არ იყო ხალხ ნუ და კინამის გვაჭამა რა ქვია არ გაუკეთებია ვიდე უნდა გამოალაგა უნდა გააკეთოს გამოაღო ისა რა ქვია ფანჯარა თქო რა ქვია იმას კარადის კარები და არ იყო ფქვილისად იყო სად არის ფქვილი ფქვილოთა კეთე კინა მაწუნიანი შაქრიანი კვეცხი გვაჭამა ტკბილი ისი კიდევ კარგია ჩაყარა და მე არ იმასახნა რა ქვია ხო არ გათქვი ათქვიფა და ჩაყარა ერთვარებში და მე არ იმასახნა ხამი იყო და შუა ხამს საწავიდოთ ხო მაღაზიაში საწავიდოთ მაშინ ლიბრე არ იყო რაც კიდე იყო სახალ შუა ხამს ლიბრეში გამისამ წაწიწად თორმე რომელი საათი იყო 24 საათიანია ხო მაგრამ ლიბრე და შუა ხამისას ახლა ზუსტად საწოლიდან ავდგები და ლიბრეში წავალ ხანდახან გარეთ მეწარება ხოლმე გამოსვლა როცა მომიდება და აი გადავალკი შუა ხამისზე ოხელისი კარგა მეძინა დაღლენზე ისე დამეძინა რომ გავიცი ორი დღეა მოკლედ პავიდორში ვიყავია მოვლენილი 19-ში ძილას მივიღებთ იმედია ღამის 5 საათზე არ მოვა და ისე მოვიდეს ისე ადრე ხო რა კაი რა კარგი იყო სარცხვია 11 ხო 12 13-ში ისიწყება რა ქვია თუ 14-ში არა მიხოდამ რომ 14-ში იწყება მეორე სეზონი ახალი სეზონი მეორე კი არა მე ამდენი რა ვიცი ყოველდღე მხვდება მაგათი რეკლამები ხო YouTube-ზეც არის მაგათი რეკლამა. ხო, ვიცი. რეკლამები მხვდება ხოლმე. ახალი პერსონაჟებიც ემატება. ხო. ნოიცი თედო კი გაქრა იქიდან და. მე რა ვიცი, წაიყვანე ესე თედო, წავიდა იქ საზღვარგარეთში რაღაცა. ხო, იმაში გერმანიაში და გაუტყვა გერმანია. ის არის რა ქვია, მეორე იმაში განმოვიდა აქეთ, ტახიმა ხო თუ რაღაცა რო გადის. იქა ოფილიყო რა. აუ ის ჯობია. რომელი? მიხოდამარო. ხო, ტახიმა მახო დებილობა. თავი ბოლო ვერ გავგია მაგ ტახიმა ხო. დებილობა. ხამი უწებოდი მიძინო დიდი სიმომიტი სევერ დახმილი. ენერგია არ მაქვს. ხანდახან ენერგია
გამომეცლება ხოლმე ხალხი. ხანდახან იმნაირი ენერგიაზე ვარ, შეიძლება გადავაბრუნო მთელი ქვეყანა. თმებზე თამაში მიყვარს და ისე ასე როშვები მეძინება მე. უნდა მე. ვაიმე როგორ ვერ ვიტან ვიღაცა რო თმაზე მეხება? არა, სხვა როშვება მე. არა, სხვა რო მეხება ვიღაცა თმაზე ვერ ვიტან. სხვა არ მიყვარს, მაგრამ მე ჩემი იმიტინა. აი რო ზივარ და ხანდახან მარშრუტკაში ბავშვებმა იციან ხოლმე ვიღაცას თმებზე ეხებიან. და ვაიმე შეიძლება მიუბრუნდე ვტკეპო ერთი გემრიელად. როგორ ნერვები მეშლება ვერ წარმოიდგენთ. თმებზე იციან ხოლმე ზოგადად. დიდი თმა რო გაქვს ზოგმა ბავშვმა, თავხედმა. ესე თამაშობენ ხოლმე. ითამა კი არა მაშინ რომ მარშრუტკაში ვიჯექით. იმაში რომ მივიდოდნენ ლილოში თუ რაღაც დამანგრია. დამანგრია იმ ბავშვმა. განარა მეუთხრა მერე. იცი რა არის, ზოგი სხვათა შორის მშობელიც ძალიან თავხედად ზრდის ამ ბავშვს. განარამეს ეთქვიან. რამდენი ლაპარაკა ღმერთო. სული მის ხმა ისო და ყველა იმას მისჩერებოდა. აი დედამისი კიდე ტელეფონში იყო იქ ჩარგული. დღეს წყლის დღე კენავა და მოიწოდა წყალი დღეს. რომ მოვედი ქათრა. რა ჯანდაბა არის? წვილი მაგ გაჭედილი თითქოს სურდოსავით ამაგ რაღაც რაიდად. გაციებული ვით. რა ჯერ ზამთარია დადგარა და უკვე გავწივდი? მან დურს გაცივა უფრო ის. მადლობა. აუ რა მაგრამ მოანათა ამდენზემ რა. ძალიან მაგრამ მოანათა, ო, მაგას ვწახი მეც. ამიჭერე. გადი ჩაიტარია რაღაცა კენი. დილას წვიმა იყო, როცა უნდა ამოხვიდე, მაშინ არ ახარ ამოსული და არ იყავი ამოსული და ეხლა რა ჯანდაბად გვინდა. კამერასაც კი ვერ უყურებ ხოლმე აქედან, არ არის კლირო. იქიდან კიდე ის ყვავილებიანი ის ანათებს. ემას კიდე რაღაც ვიქნევ. რა ვიცი. მეთქი რაზე მეტკინა მკლავი. შენ ხوارა ურივე. ეს ჭიაჭველა საიდან ავიკიდე? გადააგდე. მოკლა მოიცარე. დადი. შეჭამეს. თვანეთი ძაღლებმა. აი მე რამდენი ძაღლები არიან. აუ ქვემოთ რამდენი ძაღლები მოგროვდნენ ღმერთო. სადა? დაბლაპ მაღაზიასთან, სკოლის ქუჩაზე. რაზე? ვაიმე, ერთი დედალი ძაღლის იმას ძაღლი დადის, იმას დასდევს 70 მამალი ძაღლი. არა, მაღაზიასთან გაწვევიან, ზოგი მაღაზიასთან გაწვევა, მიხვალა. კი არა, გადია. ხლა თქვა ზოგს როგდავეთ, გადია. ისტორია რას გაჩვენე. გადია ფუა. მაღაზიაში შესულასაც არ განა. კი არა. ნინი რო იცოდა და კიდეზე რომ მიეყდება. ხო, მიეყდება ხოლმე გადია ფუა. გადია ფუა. ფეხს ისე ვერ აწევდა. ხო. გადია ფუა. ნინი მაგარია. გადია ფუა. იტალიელი გოგონა გახდა. გაჯი. გაჯი რა არის? გადი უნდა ითქვა და გაჯი. გადია ფუა. ბიბია მიდიშ. რომ მოვდიოდი წეღანას ეთკარი ქოთ ვიღაც სეზონში იყვნენ 15 ძაღლი და წვრის დომას თუ რაღაცას ჭამდნენ. 15 ძაღლი იყო ზუსტად დავითვალე.
თან ყველა დიდი პატარა კი არა. დასჭამდე? წყური დუმას თუ რაღაცას რა ვიცი. რაღაც ის ფაშით ჰქონდა თუ რაღაცა გონდათ რა ვიცი მე. დათრებული და იმას მიითმევდნენ. მე ერთი ამოგუნგლული ძაღლი მოვიდა ჩემთან. გადი ახლა იქით არ შემომახტე მაგიმი თითქოს რა ქვია ფეხები რას უგავდა და მე პირი ვიდი რა ქვია ფუ მოწიფლებული ფუ გადი ძაღლო გადი თუ არ შემომახტე ეგრეა დამწვარა თქო გავიდა გადი მე თათებს გამჩნევენ ხოლმე ყველგან და იმ პირით რომ მოგედება კიდე ფუ ისე სხვათა შორის ბუნება ვაიმე ნერვეს მიშლის ეს რაღაც ვიქნე უშნოდ რა მე წყალმწყური იცი რა მაგ არ უნდა წამოვიღო ხოლმე ის ბუნება ისე როგორ არის მოწყობილი ერაზე ბუნების ის რა ქვია კანონი ეგ არის ძაღლმა უნდა ჭამოს სხვა ცხოველი ძროხამ უნდა ჭამოს ბალახი ადამიანმა ჩვენ უნდა ვჭამოთ ცხოველი, ხორცი. საოცარია ისა სამყარო. სამყარო არის საოცარი. აი ამ წუთში წვიმდა, იმ წუთში. ახლა მზე არის? აი იმ წუთში ის გამოდის. მოგიტანო წყალი? რა ვიცი თუ და მალე პატარა ბოთლს მოგიტან. კაი ვიცი. ეს არის რა ქვია. სამყარო არის საოცარი. აუ საოცარი და არ ვაფასებთ ამ სამყაროს. ამავდროულად სასტიკიც. კი. და არ ვაფასებთ ამ საოცარ ქმნილებას, ხალხო, ქმნილებას. აი მე ახლა მეკე დამცხა. ვაიმე. ცირწყას უდის მოიტანს. გავგრილდე. აი კლიმაქსიო თუ რაღაცა მიმართება ხალხო თუ რა არის კლიმაო თუ აი მაცხელებს ყოველ 15-20 წუთში საღამოზე უფრო მიშვება აი უკვე რო საღამო პირი მოვა აი ახლა ამ დროს და მე ღამე აღარ მიშვება მე დღისი არ მიშვება საქმის რაღაცას უაკეთებ აი უყურე აი დამარცხა უყურე შენ დამცხა ოკაიო რა მოვიდა ეს წვიმა დამცხა ის მზე მე რა ვიცი რა მოდი და მალე ვინმე შენ გაიხარე გეტი მოვედი ხალხო დები ესენ და მოვედი რაზე? გამაცხელა რაღაცა. გაგაცხელა? მითარ გამაცი. ეს უნდა გადაისხა. რაღაცა ელიმტკივა გიორგი. რაზე? მე წვილი ვერ ამაქვს შენ ყელი. რო ყველა პამტკივა. კაია. რაღაცას ვიძახოდი რო წავედი რას ვიძახოდი ქმნილება არის ბუნება ხო ბუნება საოცარი ქმნილება ეგ არის უფლე შექმნილი ჩვენ თვითონაც თონ არ ვაფასებთ არ ვაფასებ აი ელემენტარული რო ის გაივლის რა ქვია ზაფხულობით ხულიკმა რო გაგვიბინოს ისიც კი არ გვინდა დემის მუკულაც კი გვინდა რომ მარტო ესე გონია რომ მარტო ჩვენია სამყარო და დედამიწა. მარტო ჩვენი არ არის. იქ ფრინველების არის. კი. ისე მაგრამ მეტი წილი ადამიანებმა უფრო მეტად უნდა დავაფასოთ. ადამიანებმა ამ ცხოველისას დააფასეთ. ხო და ადამიანები რო არ ვაფასებთ, ზუსტად ეგ არის. და განადგურება რო გვინდა. წლის ძალა მოგწეს ხმეთ.
ზუსტად მაგა რო არ ვაფასებ, ზუსტად მაგდროს უნდა გველიჭოს ადამიანმა. უფალმა წყალი მოგცა. აი მარტო აი ამ ღვთიური სითხე. მართლა ღვთიური სითხეა რა. შეიძლება უჭმელად გაძლო ერთი რამოდენიმე დღე. კი. ელემენტარული. შეიძლება უჭმელად აი რა ორი კაი თემა წამოვიდა. შეიძლება უჭმელად გაძლო. ისა რა ქვია, სიტყვაზე ავიღოთ რაღაცის იმითი გაძლო, ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ, მაგრამ აი წყლის გარეშე ვერ გაძლევ ამ ღვთიური სითხის გარეშე. მართლა აი დასაფასებელია ეს ელემენტარული ერთი წვეთი წყალიც კი. ბიბუდა. მე რა ვიცი. რა სახში? ორი ყოლა. ტელევიზორს გასტიშვილი. ხო და ელემენტარული ღვთიური სითხეს არ ვაფასებ. მარტო ელემენტარული ჩვენთან რაჭაში ხო რამდენი მინერალური წყალი. გეგმოთ იხურება. რაღაცა რომ აი ხო შეიძლება რომ რაღაცა გაკეთდეს ან ქარხანა გაკეთდეს. ხო, ჩამოსხა, გავიდეს ეს ჩვენი მინერალური წყლები. რო სოდა არ ავსვათ. ხო. სოდას რო გვასწრებენ. სოდა რო არ ავსვათ. ჩამოასხი ბოთლში და გეიტანე ხო? მაღაზიაში ხო? გაიტანე ქვეყნებს გარეთ. გაიტანე ქვეყნებს გარეთ. არა? ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ, ხო? როგორი კარგი სამკურნალო წყალი. გამოიტანე მაღაზიაში, ჩამოასხი ბოთლში და გამოიტანე მაღაზიაში, რომ იმაში მივცეთ ფული, რომ რა ქვია, სოდაში რო აძლევთ სამლარს. გაზიც აღარა აქვს. გაზიც არა აქვს მე, ხო? მოხსნი, როდის მოუჭირო მეორე დღეს უკვე გაზი აღარა აქვს. სუს იზავს ეს ხო და გამოდის. მე გიორგი ის კარგი სამკურნალო წყალი გიორგი. მე კენჭები აღარ იქნება. ხო. ღვიძლი აღარ გეტკინება, ნაღველა აღარ გეტკინება. ტვინიც აღარ გეტკინება ცოტა აზრზე მოგი. ხო. და ოპერაციას ვინ გააკეთებს? ხმარცხანა ხელის გუნი მეფხარ. და ოპერაცია რა შურაში. აბა ნაღველა რო აქტივდება რაღაცა ხო გინდა კენჭის გავლა გაქვს რაღაცა იქიდან მიდიხარ. მოვიტეხე. აღარ წამალი და საღდება და აღარა. ვაი. მოვიტეხე მგონი. ხო და. აბა იგრი არის ჩვენთან თქვა, რა ვიცი. დალევდა ის არის რა ქვია, ვითომ მოგეხსნა, ღამე მოგეხსნება იჟოგა და მეორე დღეს ისე იჟოგა კლავს. იჟოგი თიღვიც. ხო და ის არაფერს არ ის არის მასაშვება. რაც ომეპრაზოლი და ჭიდება დალევა და შემობრაზოლი. არა რაღაცა სახთა ვნახე ომეპრაზოლიო, გონ TikTok-ში იდო. რა? რაღაცას ამნებს ორგანიზმს. შეიცავს, რაღაცა შეიცავს, ხო, რა ვიცი მე. ეგ მეც ვნახე. ვაიმე, ბევრი ფეიქით დევს. რავის თელი ის არა ქვია. თელი მსოფლიოს თელი სამყარო ამოწყვიტონ, ყველა ის მოკვდა, ეს მოკვდა. ტვინი წაიღეს. აი, არ მესმის რა თუნდაც ეგეთი ტყუილის გაკეთება. ესე უნდა ივაჯიშო, აი. ეს ორი ხო პატარებია. ორი ესე. ესე უნდა დაიკავო. აი კი არა, ის უნდა გაიწიო, გარეთ ქვევი გვაქვს. რა სამოვიო. უნდა აწიო არა, ეს და პატარები უნდა დაიკავო. ივაჯიშო. სავსეები, ხო? და ესე. ივაჯიშო. ეს რა სამოვი, ის უნდა დაიჭირო, ხო? აი უყურე გიორგი, ამაზე მომცა რაღაცა. აი ამ ადგილას და ამ თითქოს გიჭირავს ამას. კი არ მიჭიმავს, აი უკვე რაღაცნაირად ეს არა. ეს ჩაულებრად შვები, იმიტომ რომ სიბძიმე ან ეს ბოთლი რო არ გიკავია მაგითო. მე უკვე აი რაღაცა, აი ცი რა არის? ეს ბოთლს რო იკავებ, გიორგი, ასე ხო ჩაულებრად სწორება პირდაპირ მაგრა გადადის და უყურე აი ამას რო შვები, აი რაღაცას წონასწორებას გაკარგვიებს, არ გიხსნის. მაგრა არ ახსნის ხელს, უყურე? ხო. უყურე? და არც მაგრა იკეცება სხვათა შორის. ესე რო აკეთებ,
მაგრა კეცავ. უყურე. აი უყურე. აჰა. დამიტკაცუნდა. და ესეც უნდა გააკეთო, აი. ეს სავსე უნდა გქონდეს. ახლა სავსე უნდა იყოს. ხო, ამაზე სახელის ჩასაკიდიც ადვილია. ხო. რაღაცა ადვილად კიდევ ასე. აი აქ ამას უფრო სხვანაირად ვაკეთებ ამას. ამას ჩაულებრივად ასე გავწევ. აი ამას აი ასე ჩაულებრივად ვაკეთებ. რაღაცა სიმძიმე რო გიკავია. ო რაღაცა. თითქოს აი ეს ენასაშოლა. რაღაცა დაღლილობას გრძნობ. ხო. უყურე. აი ეს. ვარჯიში კარგია. მაგრამ იცი, მეორე ვარჯიში მეორედ უძნელი ცუდია. პირველად რო იწყებ ის არის ძნელი და მე აღარ არის. ადრე ბავშვ აი სანამ გავთხოვდებოდი ვარჯიშობდი, ხტუნაობდი იმითი კიდეც. რა ქვია, სახტუნაოთი, ლახტით, იმას ვატრიალებდი, ჰულა ჰუპს, ვარჯიშებს ვაკეთებდი. ადრე ის იყო რა ერქვა? სინძი კროუფორდი. ხო. ის იყო მოდელი იყო და ვარჯიშებს იმაშვებოდა გიორგი. აკეთებდა, იყო ტელევიზორში ხოლმე და იმის ვარჯიშებს ვაკეთებდი. სკამი ხო გააქვს და სკამიზე უნდა იყო დნობილიყო, რომ აი სიმძიმე ძალიან ფეხის ქნება, აი ესე რაღაცა ისინი სკამის იმებს აკეთებდნენ და სხვათა შორის იცი რა მაგარი იყო. მე მაგას დავასრულებდი, გავიდოდი ჰოლაჰუპს დავატრიალებდი, მე იმას ლახტით ვტუნაობდი. იცი რამდენი ვარჯიშობდი. 100-მდე ავდიოდი, წარმოგიდგენია ერთი ხტუნავით, 100-მდე ავდიოდი ლახტით გიორგი. ისე ახლა კი ბებერი იქნება ეგა. არა იქნება გიორგი. მე ბავშვი გასათხოვარი ვიყავი, რომ ეგ უკვე ჩემზე ბევრად დიდი იყო და ასე. ამე ესენიც ქონდა აი ესენი შეგეძლო აი ეს დახრილი და ეს ფანტელები. ხო, აი დახრილი პოზიციაში. მე აი ასე უკან გაწევით. ესე სხვათა შორის კარგი იყო. აი ვარჯიშები ქონდა. და სანამ ცალი ახლა ვარჯიშისთვის ანუ ცალი. იქ უნდა წავიდე სამუშაოზე. ეგ ვარჯიში შუა დღეში კი არ უნდა გააკეთო დილით 8 ადგილი საწოლიდან. ტონუსში რო მოიყვანო სხეული დილით უნდა იმასაკნა. ვარჯიშები დილით უნდა გააკეთო. არა შუა დღეზე შეიძლება. დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. ეგ შუა დღეზე შეიძლება ხო მიდიან ხოლმე იმას. აუ. რა ხო? შორის იგეია. სპორტ დარბაზში სიარულიც კარგია სხვათა შორის. ტრენაჟორები. მithumetes ის რა ქვია ბილიკი რო. ბილიკი სახში რო ქონდა. სარბენი ბილიკი. დიდი სიამოვნებით ვივლიდი მაგაზე. აი რო ქონდეს დიდი სიამოვნებით იმას ვქნიდი რა ქვია გავაკეთებდი მაგას. სიარულის ეფექტით შეგიძლია მაგაზე ხო ის ხო დადის. ხო მოძრაობს და თითქოს დადიხარ. ჯერ პირველად სიარულის ეფექტი ნელი. მერე ცოტა მოუჩქარო, მერე სირბილზე გადახვიდე. მერე ცოტა ძუნძუნზე გადახვიდე, მერე სირბილზე, მერე ცოტა ტემპით სირბილზე, მერე ჩქარი და ეგრე გაიქცა. ხო. ეგ რო ქონდეს დიდი სიამოვნებით გავიზამდი. თან ეწერება რამდენი იმას იმაშვები რა ქვია. კალორიების იმას. ხო. პულსით ეწერება მეგონი იმას.
ხო რამდენი კალორია სიმაშვები რა ქვია წო მე მაგაზე სიარული გიორგი თითქოს ტონუში მოყავს ფეხიც ხელიც და ზოგადად სიარული კარგი არისო და რაც ჩვენ დავდივართ ყოველ დილას აღმოსამხენარი დილას გავდივარ მივდივარ დილით აი ენერგიაზე ხარ უმიდიხარ უი ერთ საათზე წავედით ერთ საათზე უი არ გვინდა და ერთი საათი რა ბავია ერთი საათი ორი ტიდიდიდიდი რამტარი დი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 დid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 
გავეცა რა სიცოცხლე სხვა შორის ხელებზე. ზუსტით. იმისი გუში წითელი მქონდა ხელები. ეს ხელი ყვითელი უბრალოდ. იმისი. ის უგახ თალი რა ქვია, გოჭე, გააკეთე. ბულგარული. რა სახელსაღებავი ხო არა, შეხებილი ხომ არა. წითელი რო არის მეტო. თავისი ბუჭი. ეგ უბრალოდ ეგ ძალიან მუქი წითელია და ღია წითელიც არის. ხო. ბულგარული. შავცუა. შავიც არის კი. მწვანე ყვითელი. ბულგარული. ბურგალური. დაგემშვიდობებით ახლა ხალხო მომავალ ვიდეომდე. აბაჰო. Hello, hi, bye. Hello, hi, bye. Bye. Bye.